რა დომინირებს შემოქმედებითობაში ძირითადად? ღრმა სევდა და ტრაგიზმი, გაჟღენთელია სასოწარკვეთილებით, უიმედობით, ტკივილით, მარადიული თემები, სიკვდილი, საფლავი, სიბნელე, სიკვდილის ლანდი, მემენტო მორეშიც, ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო ლექსია, ძალიან კარგად არის აღწერილი ყველა ის პროცესი, როგორ არის, ანუ საკუთარი იდენტობა, საკუთარი მე არის მიბმული სიკვდილთან. ანუ მე ვარ სიკვდილი, შეიძლება ითქვას. აქ არის ესეთი ტექსტი, ჩემი გული და სისხლი ეს მემენტო მორია. ანუ აქ ამბობს რომ მე ეს ვარ. ანუ მე არ ვარსებობ პრაქტიკულად ამავდროულად ტოლვა მაქვს რომ მე ვიყო რაღაცაში. აუთსაიდერობის პოზიცია. მუდმივი განცდა რომ მარტოა და გაუცხოებულია საზოგადოებისგან. მაგრამ ეს მუდმივი განცდა რომ მარტოა და გაუცხოება არა მარტო დევნიდან მოდის, ანუ არა მარტო ამ საბჭოთა რეჟიმული გრევიდან მოდის. ეს განცდა სულ არის. ფიქრობ ეს განცდა ძალიან ახლოს იქნება და კავშირში იქნება დედის დანაკარგთან. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დანაკარგი ობიექტის დანაკარგი 5 წლის ასაკში. რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა მის პირველ პერიოდში ფსიქიკურ პროცესის. სამწუხაროდ მამაზე მე ვერაფერი ვერ მოვიძიე, და დამაინტერესა. იმიტომ რომ მამის ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩარჩოს შექმნისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანი ის ნაწილია რომ დებს ეკავათ ცოტა პათოლოგიური გადამეტებული ადგილი მის ცხოვრებაში. აი ესეთი ზედმეტად დიდი ადგილი. და იქ ერთ-ერთ ლექსში ამბობს რომ ტანჯვით ამბობს რომ მე ვშორდები დებს, მივდივარ თბილისში და ეს მისი წასვლა თბილისში და დებისგან განშორება იყო კატასტროფულად დაუტანელი. მისი დის მნიშვნელოვნება არის საკრალური, დიდი და ცოტა ცდება ნორმას. თუმცა ამით მე კვლავ არ ვამბობ ცუც. ანუ იმაზე მეტია რაც უნდა იყოს. ძალიან გადააქვს. და არა მარტო დედის როლში გადააქვს. უფრო მეტია. რაღაც ზებუნებრივია. რაღაც ისეთი რაც გამოგლიჯავს სიკვდილს, ანუ მის თავს. ანუ რაღაც ისეთი, რაც მისი სურვილი გახდა სხვისი სურვილი. ანუ გულისხმობ ამ შემთხვევაში სიკვდილზე აქვს ხო საუბარი. რომ თითქოს და ეს დის სურვილია, რომ გადარჩეს, რომ გამოვიდეს, მაგრამ სინამდვილეში მისი სურვილის გაჟღერება დის სიტყვებით, დის პირით. ვიღაცა ვინც ამ სიგიჟიდან გამოიყვანს.